ზრუნველი მამობის მხარდაჭერა და შვილების აღზრდაში ორივე მშობლის თანასწორი ჩართულობის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მრავალწლიანი პარტნიორობა. ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივა ხორციელდება, რომლებიც მშობლების, განსაკუთრებით კი მამების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მსგავსი ინიციატივების მიზანი არის საზოგადოებაში ზრუნველი მამობის კულტურის გაძლიერება და იმ გარემოს შექმნა, სადაც ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის თანაბარი მონაწილეობა ყოველდღიურ პრაქტიკად იქცევა. საქართველოს ბანკის და გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორობაზე, ასევე პროექტების შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ საქმიან დილას შემოვერთდნენ ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი და ჩვენთან ერთად არის ეთერ ნოღაიდელი, პროექტის ანალიტიკოსი გაეროს მოსახლეობის ფონდიდან. მოგესალმებით, დილომშვიდობისა. მოგესალმებით. დილომშვიდობისა, მადლობა მომბრძანებისთვის. რატომ არის ეს თემა და ეს მოდი ესე ვთქვათ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზრუნველ მამებზე საუბარი საქართველოში, ანუ რატო ესმევა ამას ხაზი და რატო ხდება მისი გამოყოფა? მოგესალმებით პირველ რიგში. მამობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს ყველამ ვიცით, თუმცა დღეს უკვე კვლევებით დასტურდება, რომ პროცესები, რომელიც საზოგადოებაში მიდის და ეს პროცესები არის ცვლილების პროცესები, საქართველოშიც ხდება და ბიზნესმა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამსაქმებელმა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ცვლილებებს უპასუხოს. რა ცვლილებებზე ვლაპარაკობთ, როცა ამას ვამბობთ? პირველ რიგში დამოკიდებულებებიც იცვლება ჩვენს ირგვლივ, თუმცა დამოკიდებულებებთან ერთად ასევე იცვლება სამუშაო ძალა, ხოლო ახალგაზრდა სამუშაო ძალის მოთხოვნები არის განსხვავებული, ვიდრე მაგალითად ეს იყო, ვთქვათ, ჩვენს თაობაში ან ჩვენს წინა თაობაში. მაგალითად, ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას. ჩემს თაობაში, თქვენს თაობაში. მადლობა კომპლიმენტისთვის. ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დამსაქმებლისგან იგრძნოს, რომ ხარდაჭერილი არის სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ხოლო ბიზნესისთვის ჩართული მშობლობის ხარდაჭერა თუ იმის აღიარება, რომ მათთან დასაქმებულ ადამიანებს ასევე პირადი ცხოვრება აქვს და ისინი ამით იმოდიან სამსახურში, ეს არის ახალგაზრდა სამუშაო ძალის შენარჩუნების და ნიჭიერი კადრების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. და აი ცვლილებებზეც მინდოდა მე თქვა. მაგალითად, ჩვენი ბოლო კვლევებით ვხედავთ, რომ საქართველოში მამების, კაცების 81% ფიქრობს, რომ მამობა არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია მათ ცხოვრებაში, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი როლია მათ ცხოვრებაში. თუ სწორად გავიგე. ანუ საუბარია, რომ როცა ჩვენ უყურებთ მამაკაც თანამშრომლებს, გუნდის წევრებს, მათ არ შევხედოთ როგორც ვთქვათ, ანუ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ისინი მამებიც არიან და ამისი ხაზგასმა მოხდეს ყოველდღიურობაში, რამდენად ეს გავიგეს სწორად და პირადად თქვენთვის, მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით და რას ნიშნავს სტატუსი არის, ეს ზრუნველი მამა, ანუ როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი თქვენ პირადად აგვიღწევთ, აი თქვენი გადმოსახედით. კი, ვხვდები, რომ ეს არ არის უბრალოდ პასუხისმგებლობის აღება და რაღაც სხვა რამეა, მაგრამ პირადად თქვენთვის ას ნიშნავს? კი ბატონო, პირველი კითხვით დავიწყებ. ზრუნველი მამობის მხარდაჭერა ზოგადად კომპანიებში ეს არ არის, რაც ძალიან ხშირად ხდება. ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ კვლევას, სადაც მამობის შვებულება ვიკვლიეთ და ამ რაღაც აი დინამიკასაც რო შევხედოთ საქართველოში, თუ კი ვთქვათ, ბავშვის მოვლის გამოშვებულებით, მაგალითად 2025 წელს ისარგებლა რაღაც აი 12000-ია დაახლოებით ის რაოდენობა, რაც დედამ ისარგებლა, მამების წილი არის მხოლოდ 5% ამასთან შეფარდებით. ეს რიცხვი მზარდია, თუმცა საკმაოდ ნელა იცვლება. და ვხედავთ ჩვენ იმასაც, რომ როდესაც კომპანიაში არის მაგალითად რაღაც პოლიტიკა, რითიც ისინი თავიანთ დასაქმებულებს მხარს უჭერენ. ეს პოლიტიკა ძირითადად მიმართული არის დედების მხარდაჭერაზე, მაგალითად საოჯახო ზრუნვის პაკეტი, ესეთი შეთავაზება არის 63% იმ კომპანიების 63%-ში, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, მაგრამ თანაბარი ზრუნვის მხარდაჭერა არის მხოლოდ 9%-ში. როდესაც თუნდაც ეს შიდა პოლიტიკა არის ძალიან თანასწორი და მხარდამჭერი, როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ მამებს, რომლებმაც აიღეს ბავშვის მოვლის გამოშვებულება, აღმოჩნდა, რომ მამები თავის თავზე არ იღებენ იმ პოლიტიკას, რომელიც არის გენდერულად ნეიტრალური. ანუ გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკა ორგანიზაციაში ითარგმნება გენდერულად ასიმეტრიულ შედეგებში. ანუ ამას კაცები თავის თავზე არ იღებენ. იმისთვის, რომ ასეთი პოლიტიკა იყოს აღქმული, დასაქმებული მამების მხრიდანაც, პირდაპირ უნდა მიემართებოდეთ მათ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მეორე შეკითხვას მზრუნველ მამობაზე. კვლევები ასევე ადასტურებს დღევანდელ დღეს იმასაც, რომ არა მხოლოდ რაღაც გენდერული თანასწორობის საკითხი არ არის მხოლოდ ეს და რაღაც ისეთი სიტყვები, რომელიც მომხიბვლელი არის, როდესაც ადამიანებს ვეუბნებით. როდესაც წყვილში არის ემოციური მხარდაჭერა თავიანთი შვილების და ისინი ემოციურად უფრო ახლოს არიან თავიანთ შვილებთან, ციტოწყვილიც აფიქსირებს უფრო ჰარმონიულ ურთიერთობას. ისინი არიან უფრო ბედნიერები. თავად მამებში არის უფრო კმაყოფილება თავიანთი ცხოვრებით. ისინი უფრო პროდუქტიულები არიან სამსახურში. ხოლო ასეთ ოჯახში გაზრდილი შვილები არიან მათ აქვთ უფრო მეტი მდგრადობა სტრესის მიმართ. მათ აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება. ანუ ეს არის ისეთი ტიპის კეთილდღეობა, რომელიც საზოგადოების რაღაც სრული ჯაჭვისთვის არის სიკეთის მომტანი და შესაბამისად ამ საზოგადოების წევრები როცა ვართ ყველანი ძალიან კარგად არის გასაგები, ხო, რომ ყველამ უნდა ავიღოთ თანაბარი პასუხისმგებლობა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში იმისთვის, რომ შევქმნათ ის საზოგადოება, რომელიც სადაც ყველას გვექნება შესაძლებლობა, რომ რეალიზდეთ ჩვენი სრული პოტენციალით, როგორც კაცებს, ისე ქალებს. მადლობა. Ani, საქართველოს ბანკის ჩართულობა ზემინდა, რომ ჩვენ საქმე მოყოლებს მეტი მოვუყვეთ, იმიტომ რომ საქართველოს ბანკი არის ის, რომელიც აი ამ პროექტებს პირველივე დღიდან უჭერს მხარს, რომელიც ხორციელდება და მათ შორის ყველაზე ბოლო იყო 25-ში, როცა მოვისმინეთ ძალიან ბევრი კარგი მაგალითი, იგივე ყველასთვის ძალიან საყვარელი ბუდუ ზივზივაძის მამის გამოცდილებაც, თუ რას ნიშნავს, იყო მთავარი გულშემატკივარი შვილისთვის. ეთნომ კარგად ისაუბრა და ბევრი დეტალი გაგვიზიარა გამოწვევების შესახებ, რაც არის სამიმართულებით, როგორც უშუალოდ შიგნით კომპანიაში და მამებმა როგორ უნდა ისარგებლონ, თქვა სხვა სერვისებით, რომელიც შეთავაზებული და ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკი ნამდვილად გამოირჩევა ამ კომპონენტით. თუმცა ამ შემთხვევაში და ეს კამპანია ემსახურება უფრო მეტად ხმის მიცემას და ქომაგობის გადათარგმნას მამის როლში. ჩვენ რაც ვიცით და ეს ციფრები გაგვიზიარეს, რომ 91%-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევს მამაკაცებისგან, რომ მამობა არის 91 მე მგონი. 91. მამობა არის მთავარი როლი მათ ცხოვრებაში. თუმცა ის რაოდენობა, რაც ვინც ჩართული არის ყოველდღიურობაში შვილების მხარდაჭერის ნაწილში, არის ბევრად ნაკლები. და მანდ ჩვენი გამოწვევა არ იყო, რომ რაღაცნაირად ამაზე გვესაუბრა მაინც და მაინც, თუმცა გვინდოდა რომ ამაზეც გვესაუბრა და დამატებით მიგვეცა საშუალება მხარდაჭერის, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ ადამიანმა და მამამ ამ შემთხვევაში იპოვა თავისი როლი, როგორ უგულშემატკივროს თავის შვილს სხვადასხვა occasion-ში და ეს შეიძლება იყოს იგივე სწავლის ნაწილში, იგივე სკოლას რო ამთავრებენ, იგივე ბაღს რო ამთავრებენ, სხვადასხვა ეტაპები რა ბავშვის, რომელიც არის დარწმუნებულები ვართ, კიდევ უფრო მეტად შეიძლება რომ გაიზარდოს რაოდენობა გულშემატკივრობის. ანუ ჩვენი ამოხსნა ამ შემთხვევაში იყოს, რომ როგორ დავეხმაროთ მამებს, იყვნენ უფრო მეტი კომაგები და გულშემატკივრების თავიანთი შვილების სხვადასხვა თავგადასავალში ამ ბავშვების. და ამისთვის შევქმნით მაისურები. ყველაზე დიდი კომაგის. ანუ ჩვენ ვიცით, რომ სპორტი საქართველოში და არა მარტო მამებისთვის არის ეს რაღაცა ხმაურიანი სივრცე, სადაც გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ რატომ არ გადავთარგმნოთ ეს მაისურები უკვე მამიკოებისთვის და ამ შემთხვევაში აქ, რადგან მხოლოდ ერთი მამიკო ყავს გიორგის სახით და ვიცით ასევე, რომ არის ძალიან დიდი გულშემატკივარი, სამი შვილის მამა და ძალიან დიდი გულშემატკივარი და ჩართული წამოვიღეთ ესეთი მაისური ყველაზე დიდი კომაგის მე შემიძლია ეს ჩემის მხრივ დავადასტრო რატო არის ყველაზე დიდი კომაგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეთერი გქონია საქმიან დილაში, ანუ ორგანიზაციაზე როცა ვსაუბრობდით, ხო, ეთერ რას ნიშნავს ორგანიზაციაში ეს კულტურა დავამკვიდროთ მზრუნველი მამის, ხო? ხა BMG ამ კულტურას მიყვება, თამამად შემიძლია ვთქვა და გიორგის მაგალითებიც ადასტურებს, იმიტომ რომ საქმიან მაყურებელს ხშირად უნახავს ეთერიდან გაქცეული გიორგი, იმიტომ რომ შაკოს აქვს სკოლაში პრეზენტაცია, ლაშას აქვს რაღაცა გამოსვლა, რომელზეც ღელოს აუცილებლად უნდა იყოს გიორგი. ამიტომ მგონია ხო, ორგანიზაციაში ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა. ძალიან დიდი მადლობა. ეთუნას ახსენებისაც ნოღოიდოს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ჩემი კითხვა შემდეგი, ან თქვენთან არის, რატო UNFPA? ანუ ჩვენ დავინახეთ მამების მზრუნველობის თემა, როგორ ჯდება თქვენს ხედვაში და საერთო სტრატეგიაში.
რატო არჩიეთ კონკრეტულად ეს ორგანიზაცია? ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ამ ნაწილში აქვთ მთავარი კომპეტენცია და ცალსახად UNFPA გამოირჩევა მამებზე მუშაობის საკითხით, კვლევები, რომლებიც ჩატარებული აქვს და არის ძალიან შთამბეჭდავი, მნიშვნელოვანი კომპეტენცია აქვს ამ ნაწილში და ის ცოდნა, რასაც ვიღებთ, რასაც მე ვაშინებთ ჩვენ კამპანიებში, შიგნით იქნება თუ რაღაც საჯარო კამპანიები, ყოველთვის კეთდება ხოლმე მსგავს მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად და ამ შემთხვევაში ჩვენი დამეგობრება და ჩემი გუნდის წევრების ურთიერთობა მათთან იყო ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიცვალა ამ პროცესის განმავლობაში და მოკლედ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმის საქართველოს ბანკს რამხელა როლი აქვს თქვა თანამშრომლებში, რამხელა როლი აქვს როგორც ერთ-ერთ მთავარ კომუნიკატორად, თუმცა ასევე ვიცით, რომ რაღაც კომპეტენცია ამ ნაწილში არის ნამდვილად UNFPA-სთან და მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი კოლაბორაცია გამოვიდა შესაბამისად ამ კომპეტენციების შეჯერებით. ანისთან საუბარმა რამოსატანია და მაისურმა გამახსენა და კიდევ ერთხელ მინდა არჩილ გაჩეჩილაძეს მიულოცო. 5 შვილის მამობა უკვე სერიოზული ამბავია. რასთავარია ყველა უკვე საქართველოში არის და ყველა ჯანმრთელად არის და კარგად და არჩილსთან ნუცხადაიას ულოცავ კიდევ ერთხელ და ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი ამბავია 5 შვილის მამობა და ესეთი მაგალითი. ეთუნა რა კითხვა დამჭა. გავაერთიანებ ესეთ თემას ანის ნალაპარაკებიდან გამომდინარეც რა შეიძლება საზოგადოებამ და დამსაქმებლებმა გააკეთონ მეტი რომ ეს ბუნებრივი და ორგანული ხარდაჭერა მოხდეს ამ ყველაფრისა. ჩემთვის რაღაცების ზედმეტად ახალისება ზოგჯერ ისეთ რაღაცას ეხება, რომ გაღიზიანებს ხოლმე ადამიანს და ამიტომ უფრო მეტად მაინტერესებს ალბათ თქვენგან გაგება რა ბარიერები არსებობს. ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი. დარწმუნებული ვარ თქვენ ჩაღრმავებული კვლევებიც და დაკვირვებაც ამას აჩვენებდა, რომ რაც მამებს და შვილებს უშლის ხელს უფრო აქტიურ ურთიერთობაში ყოველდღიურად. მადლობა და აი ანის ნათქვამს გავაგრძელებ მე ემოციების გამოხატვაზე და კომაკობაზე. როდესაც საქართველოს ბანკიდან დაგვიკავშირდნენ, ჩვენ ზუსტად ამიტომ ძალიან მოვიხიბლეთ ამ კამპანიით, რომ ეს რაღაც წახალისებაა კაცების და მამების, რომ ემოციები უფრო კარგად გამოხატონ. ზოგადად ნებისმიერ საზოგადოებაში და მათ შორის ჩვენთანაც ძალიან ძლიერი არის სტერეოტიპები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კაცი, რა ემოციების გამოხატვა შეუძლია მას. ანუ კაცების მიმართ არსებული სტერეოტიპები ბევრად უფრო რიგიდულია და ბევრად უფრო ნელა იცვლება. ანიმაც ახსენა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამობას მნიშვნელოვან როლად მიიჩნევენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულობა მაინც ნაკლებია და ქცევაში გადადის რაღაცები უფრო რთულად. შეიძლება ამას გულისხმობდეთ თქვენც იმ ზედმეტ წახალისებაში, ხო? თუმცა ემოციების გამოხატვა, სიყვარულის გაცემა და მიღება ეს არის მართლაც ერთგვარი საჩუქარი, რასაც შემდეგ უკვე გამოკითხული მამები აფიქსირებენ, რომლებსაც აქვთ ეს ემოციური კავშირი თავიანთ შვილებთან. და ერთნახევარჯერ უფრო მეტად ამბობენ ისინი, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვინც მინდოდა ყოფილიყავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეგრძნებაა ადამიანისა საკუთარ ცხოვრებაში. რაც შეეხება ბარიერებს, ორგანიზაციულ დონეზე ის კვლევა, რომელიც მე ვახსენე, მამები აფიქსირებენ, რომ ხშირად ბარიერი არის ის, რომ რაც ერთ-ერთი რაც წეღავ თქვი, რომ ის კომპანიის პოლიტიკა არ ფიქრობენ, რომ მათ ეხებათ და არავის არ უნდა იყოს გამონაკლისი. ისინი ფიქრობენ, რომ კარიერაში შეიძლება შეაფერხოს, ანუ მაგალითად დეკრეტულ შვებულებას ვეძახით, ხო, ძალიან მოკლედ ბავშვის მოვლის გამოშვებულებას. თუ კი დეკრეტულ შვებულებაში გავა, ეს აისახება მის ავტორიტეტზე სამსახურში, ეს შეაფერხებს მის კარიერას. გამონაკლისად ყოფნა არ არის ის პოზიცია, რომლიდანაც მათ უნდათ ხოლმე, რომ ამითი ისარგებლოს. ზუსტად ამიტომ, აი საქართველოს ბანკის მსგავსი ორგანიზაციების, დიდი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ამისი ღიად გამოხატვა არის ერთ-ერთი ხელის შეწყობა, ანუ ბარიერის გადალახვის ერთ-ერთი შესაძლებლობა. და ასევე ეს კომპანიებისთვის არის ძალიან დიდი აუთვისებელი ველი, რადგან ისინი წარმოადგენენ მამების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს შორის ერთგვარ ხიდს. კომპანიებმა რომ თავიანთი თავი ამ ხიდად დაინახონ, ისინი კიდევ უფრო კარგად აითვისებენ იმ ველს, სადაც რაღაც ორმხრივად მომგებიანი მდგომარეობა. ანუ ეს არის ერთის მხრივ საზოგადოებრივი საქმე, ხოლო მეორეს მხრივ დამსაქმებლისთვის ასევე ლოიალობის გაზრდა თავიანთი დასაქმებულების მხრიდან. და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა არის საშუალება იმისი, რომ
კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, თუ რამხელა სარგებლობის მომტანი არის ასეთ პოლიტიკაში ინვესტირება, იმიტომ რომ ეს არის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება, ეს არის სამუშაო ძალაში ინვესტირება, ხოლო მაგალითად თბილისის მაგალითიდან რომ მოვიდეთ, ეს არის რაღაც ურბანული აუცილებლობაც, რომ შრომა იყოს ოჯახში გადანაწილებული, რადგან ეს აღარ არის ის მრავალთაობიანი ოჯახები, სადაც შესაძლებელი არის თქვა უფროსი თაობის მხარდაჭერა არსებობდეს უპირობოდ. ოჯახებს უწევთ რომ გადაინაწილონ ეს შრომა და ამ შესაძლებლობის მიცემა მამებისთვის არის ანუ მათი დიდი მხარდაჭერა პასუხი იმ მოთხოვნაზე, რაც როგორც უკვე ვახსენე, ახალგაზრდა სამუშაო ძალაში რეალურად არის უკვე გაჩენილი. დიდი მადლობა. თქვენი მადლობა. წარმოგარია და რავი, ნებისმიერი იმ ბოლო კითხვა ორთავესთან იმ შეხვედრიდან და ერთობლივი აქტივობებიდან, რასაც თქვენ UNFPA-სთან ერთად გააკეთებთ. ძალიან მოკლედ რა არის ის მთავარი, რაც გსურთ რომ არსებულმა და მომავალმა მამებმა წაიღონ აი ამ შეხვედრებიდან? რაც ძალიან გსურს არის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ეს დავაფიქსიროთ. ძალიან ვაფასებთ იმ ნაწილს, რომ არიან კომაკები თავიანთი შვილების და ამ როლს შეხედავენ თავიანთ თავს. და ეს მხარდაჭერა რაღაც ბანკიდან მათ მიმართ არსებობს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კიდევ მეტად გაძლიერდეს. ეს ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება რომ დავაფიქსიროთ. მეთუნა. რაღაც დასასრულისთვის ძალიან ისეთი კითხვაა, ხო? მინდა რომ ისეთი მოწოდებასავით გავაჟღერო მაშინ. ანუ ზოგადად მამობა არის ის როგორ თქვა, ღია კარი, მით უმეტეს როდესაც ადამიანი ახალბედა მამა, როდესაც ყველაზე პოზიტიურად შეიძლება ეს ბუნებრივი მჭიდრო კავშირი შედგეს მამასა და შვილს შორის. ის რაც თქვათ, შეიძლება დედის შემთხვევაში უფრო მარტივი გზა ოსლაში ითვლება რომ არის, მამის შემთხვევაში მამამ ეს უფრო უნდა მოიპოვოს თავის შვილთან. ამიტომ აი ალექს ჩიღვინაძემ დაგვიწერა არაჩვეულებრივი წიგნი ახალბედა მამებისთვის და ესეთი შვენიერი მიმართვა აქვს, რაც მინდა რომ ბოლოს გავაჟღერო, გილოცავთ, მამობა საუკეთესო შესაძლებლობაა, უკეთესი ადამიანი გახდეთ. ამიტომ მინდა რომ დავასრულო. ეს არის რაღაც აი მოწოდება იმ ახალგაზრდა მამებისთვის, რომლებიც ეხლა იწყებენ ამ გზას და ერთობლივად მე მგონია რომ ჩვენ შევძლებთ რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს როლი ცხოვრებაში. მომგარია რომ ერთად. წარმატებები, მადლობა მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო შინაარსიანი და თანაემოციური ეთერისთვის ანილ ომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. მადლობა მობრძანებისთვის ეთერ ნოღაიდელს, პროექტის ანალიტიკოს და UNFPA-ის წარმომადგენელს საქართველოში.